ეს ჩვენი კომპანიაა? ესრა. ქალბატონო ესრა. კეთილი იყოს. გამარჯობა, მიხარია თქვენი ნახვა. ხოთ მობრძანდით. მადლობა. კეთილი იყოს ქალბატონო ესრა. კეთილი იყოს ქალბატონო ესრა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ქალბატონო ესრა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ქალბატონო ესრა. მადლობა. ოზან. ესრა. კეთილი იყოს. მიხარია. აბა მოგეწონა ჩვენი კომპანია. ძალიან მომეწონა. როცა კომპანია ახსენე რაღაც უბრალოს ველოდებოდი. ძალიან გამიკვირდა. ჯერ თითქმის არაფერი გინახავს. წამოდი დაგათვალიერებინებ. კეთილი იყოს ჩვენ რძალო. რძალო, შენ მუსახარ. ხო, მუსავარ. შენი გაცნობა ძალიან მიხარია. მეც. სხვათა შორის გავიგე, ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობრის გული მოგიპარავს. ხო, ასე გამოვიდა. უსამოდი შენ საქმეს დაუბრუნდი, მერე კი ისე მოვიქცეთ, როგორც შევთანხმდით. წამოდი ესრა, აკაურობას დაგათვალიერებინებ. ეკო დღეს კარგ ხასიათზეა. იქნებ შერიგდნენ და ჩვენ არ ვიცით. მიხაროდა რომ ეკო თავიდან მოვიშორე. ეს შერიგება საიდანღა გამოხდა. ზუმრუთ, შენი ბედნიერება უფრო მნიშვნელოვანია თუ ბავშვების? ულუაშა, თავს მოვიკატუნებ რომ ეს კითხვა ვერ გავიგე. რა თქმა უნდა, ჩემი ბედნიერება უფრო მნიშვნელოვანია. რეკავს. ვინ? ჩემი საქმრო. უპასუხე ზუმრუთ, უპასუხე. რამე მოიფიქრე. სჯობს ეს თემა დაიხუროს. კარგი, მოვაგვარებ. გისმენ ბატონო. ამბობს რომ მოვენატრე. მე არ მომენატრე, საერთოდ. იმას არ გეუბნები რომ ვჭამე. გეუბნები რომ არ მომენატრე. მისმინე ბატონო. ძალიან ხმამაღლა ხრინავ, ძალიან. ჩემი ხრინვისგან შუშები იმსხვრება. მთელი უბანი ჩივის რომ ძალიან ხმამაღლა ვხრინავ. იძახის რომ მაინც ყრუა. რამე სხვა მოიფიქრე. მთელ შენს ფულს დავხარჯავ, თლიანად. სახსაც დაკარგავდა ყველაფერს. ამბობს რომ უნდა დაეგბინა ქორწილში ეჩუქებინა. ამის იმედი აღარ გქონდეს. თუ აზარტული თამაშების შესახებ ვიტყვი? ძალიან ბევრს თამაშობ. ძალიან ცუდად. გათიშე. რანაირი ადამიანია? ყველაფერზე თანახმაა. კონტროლი ზედა სართულზეა. ეს კი ჩვენი ერთ-ერთი საკონფერენციო ოთახია. ოზანეს კომპანია კი არა ბიზნეს ცენტრია. რამდენი საკონფერენციო ოთახი გაქვს? სხვათა შორის, ყავის აპარატით შენ შექმენი? არა, ამ აპარატთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ძმაო ანდრია მოვიდა. ო? კარგი, მაშინ მე და შენ შეხვედრაზე წავიდეთ. ანდრია ვინაა? ანდრია მოდელია. გადაღებებზე მოვიდა. თუ გინდა შეგვიძლია ერთად ვნახოთ. რა სიტყვე? შეიძლება. წავიდეთ. ესრა, მომხდარის შესახებ გავიგე, წარსულში დარჩეს. მადლობა. ერთმანეთს ვიცნობთ?
კი, ოზი, კარგია რომ მოხვედი. კატალოგები შენც დაათვალიერე. დავათვალიეროთ ანდრეა. ნახე. ეს ძალიან მოგიხდება ხომ ასეა? რა სიტყვი? ეს ძალიან ლამაზად გექნება. ძალიან მოგიხდება. ძალიან. ეს არ ვიცი. არ ვიცი. ანდრეა ნება მომესი. არაფერს გრძნობს საერთოდ? მაგალითად, რესვან ბრაზი. სისხლი რომ გასხავს ტვინში. საერთოდ არაფერი? არა, უნდა ვგრძნობდე? რატომ? მოდი აბა კიდევ ერთხელ ვცადოთ. შეხედე ანდრეას სიმაღლე ლამაზე, ქერა. აბა მიდი დააგვირდი. არაფერს ვგრძნობ. ბრძალო ახლა თვალებიდან ცეცხლს უნდა აფრქვევდე. თელს ოთახს არ შეხვევდე. ეჯვიანობის გამო ეს აწყალი გოგო ფურგონში გამოგეტე. რა? ფურგონში ჩავკეტე? ხო, მარტო რომ ჩაგეკეტა კიდე რა უჭირდა. იმდენი რომ ჩაიდინე, ჩაკეტე და მიატოვე, იქ დატოვე. ფურგონში ჩავკეტე? ოზი, ეს რომ სპეციალურად ჩამკეტა? ანდრეა მოიცადე, საერთოდ არაფერი? საერთოდ? ასე რატომ მოვიქეცი? ანდრეა ისეთი საყვარელი გოგოა და ისეთი ლამაზი აქცენტი აქვს. კიდევ ერთხელ თქვი აბა ოზი. 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 თქვი. ოზი თქვი. ახლა ხომ გესმის ჩემი მოსა. ძმო, მართლა ძალიან მწუხარ, მართლა გული მეგლიჯება. რძალს საერთოდ არ აინტერესებს. მაგრამ მოდი ამას კარგი მხრიდან შევხედოთ. კარგი მხრიდან. რძლის გამოდმებული ეჭვიანობა შენთვისაც პრობლემა იყო. ის აღარ ეჭვიანობს. გაჩვენდი მოსა. ათამდე დათვლას მომაიძულებ. მართალი ხარ? შეხედე რა სიტუაცია, შეხედე, ეს რას არ მაინტერესებს. ის ჩემი ცოლია, ცოლი. მომიცე ახლა ეჭვიანობის გარა უნდა გაიგეთებინა. ოზიზეც კი არ ჰქონდა რეაქცია. კარგი, კარგი ძმაო, მოდი ასე მოვიქცეთ. გითხარი მოთმინება გამოგიჩინა. ეს სიტყვები უკან მიმაქვს. განგაში გამოაცხადოთ, ეკოს დაველაპარაკოთ. ამ პრობლემას მარტო ვერ გავუკლავდები. ხო და შევიკრიბოთ გადაწყდა. არ ეჭვიანობს ძმაო, არ ეჭვიანობს. და თუ არ ნერვიულობს, ყველაფერი დამთავრდა ძმაო. დამთავრდა. დასრულდა ძმაო. ის ჩვენი მტერია. მე ყოველთვის სიმართლეს ვიძახი ეკო. ჭრილობაში დანაჩაარჭედა და ატრიალე ხომ ასეა? ეკო ერთ რამეს გეტყვი. შენ რა იცი? იმას გეტყვის მეგობარი, რაც მტკივნეულია. ო, მეგობარი გასაჭირში იცნობა. ეს აქ რა შუაშია? ჩვენ გასაჭირში ვართ და ზუსტად ამას ვიძახი. კარგი, შენ მე ყოველთვის სიმართლეს მეუბნები და ახლა სიმართლე უნდა მითხრა. ეს დღეს ეს რას თვალებში დავინახე. მორჩა. ყველაფერი დამთავრდა. რა? ერთი წამით. ანდრეა ვახშამზე დაპატიჟე? ხო, ძალიან საყვარელი გოგოა და დავპატიჟე. რას ნიშნავს? არაფერი მომხდარა? შინაგანით სახცახი და ასე შემდეგ. ყველა ერთსა და იმავეს რატომ მეკითხება? რა უნდა გავაკეთო? ეჭვიანობა აუცილებელია? ცუდი არ იქნება ცოტას თუ იეჭვიანებ. შენ კიდევ სახლში დაპატიჟე ვახშამზე. ბარემ ორ კაცზე გაშალე, ერთად ივახშმონ. ასე თუ მოიქცები, ოზანს წაგართმევენ. რას იძახი ზეინო, ჩემი ძმა ეს რას იქეთ ვერავის ამჩნევს. მართლა? რა თქმა უნდა. კარგი ესასია, მაგრამ ასე მშვიდად მაინც არ უნდა იყოს. რა გავაკეთო, შინაგანად ეჭვიანობის გრძნობა არ მაქვს. არა. ეს რას თვალებში ვუყურებ. მაგრამ ეჭვიანობას ვერ ხედავ. ჩვენ თითქმის შერიგებულები ვიყავით. ეს ხომ უკვე გითხარით.
თქვი არა? ო, დაახლოებით 17 ჯერ. როგორც ჩანს, მეხსიერების დაკარგვა გადამდებია. გოგონებთან უნდა გაგვიშვა, აქ სიტუაციას ვერ ერგება. მისმინა ჩუმად. კარგი ძმაო, არ ახსოვს. მაგრამ არც გტოვებს. ის შენს გვერდით არის. ის იბრძვის. როგორც ჩანს, შეუყვარდი. გეფიცები ძმაო. მე ესეც კი არ მაქვს. სისულელებს ნულაპარაკობ ეკო. ელიფს შენ ძალიან უყვარხარ, ვიცი. კარგი, მე ჩემს პრობლემებში ჩაძერული ვარ და ვერ გავიგე რა მოხდა, მაგრამ კარგი. ელიფს დაველაპარაკები. შენ არ ინერვიულო, არა ძმაო. ამჯერად საუბრებით არ მოგვარდება. ელიფმა უკვე გადაწყვიტა. კაცი, რომელსაც უყურებთ, შეიძლება ითქვას, უბრალოდ არსებობს. ასეთი რამ შეუძლებელია, შეუძლებელი. ამ ყველაფერს რამე ახსნა ექნება. დაველაპარაკები და გავარკვევ. სხვა ახსნა არ მაქვს, ჩემთვის ყველაფერი დასრულდა. ელიფს სისულელეს ნუ ამბობ. შენ და ეკოს ერთმანეთი ძალიან გიყვართ. ვერ ხვდები რა მოხდა. მეხსიერება ამ გოგომ დაკარგა, შენ კი არა. ზეინო იქნებ ჩვენზე საუბარს მოვჩეთ. ეს სწორი საქციელი იყო. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ელიფ შეიძლება არ მახსოვდეს, შენ და ჩემმა ძმამ რა გამოიარეთ, მაგრამ ჯერ კიდევ შემიძლია იმის აღქმა, რომ ადამიანი განიცდის. ჩემი აზრით მიღებული გადაწყვეტილება არ ჩვენ გაბედნიერებს. სჯობს ჩვენზე საუბარს მოვჩეთ. ახლა შენი ამბავი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით მთავარი საკითხი ასეა. ორ ადამიანს ერთად გადატანილი ამბები ახლოვებს. ან მათ შორის რაც არ უნდა მომხდარიყო. თუ ერთმანეთისთვის დაიბადნენ, ყველა ვარიანტში თავიდან შეუყვარდებათ ერთმანეთი. კეთილი იყო შენი დაბრუნება. შენი დანახვა მეხარია. ოზან, კარგად ხარ? არაფერია. ბიჭებთან ერთად ცოტა მოკლედ მე წავა. მოიცადე, დაგეხმარები. ხელი გადამხვიე. წამოდი. დამეყრდენი. წამოდი. კიბეს უახლოვდებით. ზემოთ ავიდეთ. კიბეზე ვართ. ფრთხილად დააბიჯე. მე ისედაც ფრთხილად ვაბიჯებ. კარგი, ფრთხილად. ფრთხილად. შენ სათახამდე მოვედით. კარგი. მოდი, ცოტა დარჩა. ფრთხილად. კარგად ხარ? რამე ხომ არ გინდა? არ ვიცი ამას გაუძლებ თუ არა. ყველაფრის სატანა და გაძლება შემიძლია, მაგრამ ეს ძალიან რთულია. თითქოს სულ სხვა ადამიანს უყურებ. მე დავგვეჩხუბა, მე დავჩემთვის გეყვირა. მაგრამ ასე არ შემოგეხედა. ესრა, ოზან, მე შენს გულში აღარ ვარ. აღარ ვარ.
იცი რომ მდგევნეულია. ამას თავიდან ვერ გადავიდან. უბრალოდ იმას რას დაბრუნება მინდა რომელსაც ვუყვარ ვარ. სჯობს დასაძინებლად დაწვე. ღამე მშვიდობის. ძალიან მარტივია არა? ო, რა თქმა უნდა იოლია, რატომაც არა. როცა მინდა ვაკოცებ, როცა მინდა ხელს ვუკრავ. გეტყვი რომ შესანიშნავი ადამიანი ხარ და როცა მომინდება, მაშინ წავალ. გეფიცები, ძალიან კარგი ხარ, მართლა. მაგრამ ელიფ, მე ხომ ადამიანი ვარ. გეფიცები ადამიანი ვარ. ყველასგან ყველაფერს ველოდი, მაგრამ შენგან ამას არა. გეფიცები. ვიცი. ვიცი. ამიტომაც მივდივარ. აღარასოდეს ვნახავ. ანუ როცა ვერ ხედავ, ყველაფერი თავისით გვარდება. ასეა? ეს არის გამოსავალი. ხო, ეგო. დროთა განმავლობაში დამივიწყებ. სხვას გაიცნობ. ისევ შეგიყვარდება. შვილები გეყოლებათ. როგორ შენ გინდოდა ეგო? შვილები. ძალიან ბედნიერი იქნები. მე კი შორიდან გიყურებ. როგორ იქნები ბედნიერი? აი ეს უკვე სისულელეა. რა სისულელე სიძახი? დიდი სისულელეა ელიფ. უშენოდ ბედნიერი როგორ უნდა ვიყო? შენს გარეშე ბედნიერი რატომ უნდა ვიყო? ვიცი იქნები. ასეც უნდა იყოს. გთხოვ ეგო მენდე. გთხოვ. ღამე მშვიდობის. ღამე მშვიდობის. წყალიც ჩავასხი. საინტერესოა აქედან ერთვება? იქნებ აქედან. ყველა ღილა კი ვცადე. თუ გინდა დაგეხმარები. კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ დავიბენი. მხოლოდ 3 ღილაკია, მაგრამ არ ვიცი, რომელს დავაჭირო. ის რომელიც შუაშია. ხო, ლოგიკურია. თითქმის გამოვიცანი. გამომართე. მადლობა. ესრა. მე გუშინდალის გამო მავადე. თავი ვეღარ შევიკავე. ბუდიში. არა უშავს. ოზან შენთან საუბარი მინდოდა. არაფერი მახსოვს. გახსენების მცდელობით დავიღალე. ვიცი. ძალიან გაწვებოდი. ოზან, მისმინე.
იქნებ მეხსიერება არასოდეს დამიბრუნდეს. არ ვიცით რა იქნება, მაგრამ ვიფიქრე, იქნებ ახალი მოგონებების შექმნა დავიწყოთ. შეიძლება ორივესთვის კარგი იყოს. არ ვიცი, შენც დაფიქრდი. შეიძლება კი, რა თქმა უნდა. შეიძლება რატომაც არა. კარგი. მაშინ დღეს საღამოს ვახშემი ერთად მოვამზადოთ. ერთად არ ვამზადებდით? არა. კარგი, ორივესთვის ახალი გამოცდილება იქნება. კარგი, მაშინ საღამოს მოვამზადოთ. ხო, საღამოს ერთად ვამზადებთ. შევთანხმდით. დღეისთვის სულ ეს არის მეგობრებო. მადლობა. შეხვედრამდე. შეხვედრამდე. ასეთ კარგ ხასიათზე რატომ ხარ? ესრამ ყველაფრის თავიდან დაწყება გადაწყვიტა. ეგ როგორ? უნდა ყველაფერი თავიდან დაიწყოს. ახალი მოგონებები დააგროვოს. ანუ როგორც ყოველთვის. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ისევ ესრამ მოიფიქრა. არაჩვეულებრივია. იქნება მოსავალში ყველაფერი გაახსენდეს. ო, მუსა, ნერვიულობ. რომ ესრას უნდა შევხვდე. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ პირველი შეხვედრაა. ჩემს ცოლზე თავიდან უნდა მოვახდინო შთაბეჭდილება. მოიცადე ზეინო, ნუ აჭარბებ. ყველაფერს თავიდან დავიწყებთ. თავიდან დაწყება გადავწყვიტეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭირო იქნება, მაგრამ ამ მომენტში მეც ვერაფერს შევპირდები. ძალიან კარგი, დაპირებები არც არავის უთხოვია. ეს უკვე რაღაც ნაბიჯია. ხო, მაგრამ ნახოთ, რამეს თუ ვიგრძნობ იქიდან, რასაც შენ მიყვებოდი. იგრძნობ. ულოშა, მენექშე, დამეხმარეთ. ეს კაცი თავიდან როგორ მოვიშორო, რამე უნდა მოვიფიქრო. იქნებ უთხრა, რომ თვარეული ვარ. არ გამოვა. ერთად სიარულს შემოგთავაზებს. ასეთ რაღაცებზე ნუ მელაპარაკები. ხელი უნდა ჩამკიდოს? არ მინდა. რა გავაკეთო? მისმინე. ხმას რატომ არ იღებ? რატომ არაფერს მკარნახობ? იმიტომ რომ საშინლად დამღალე. ჩემი შვილი საყვარელ ადამიანს დაშორდა, მეორე მეხსიერება დაკარგა. საკუთარი პრობლემებით დავიღალე ზუმრუთ. ო, მეც ზუსტად იგივეს ვფიქრობ, ჩემოსულა. რა უნდა წავიღო? ესენი. სად? ბატონ რამაზანთან. ეს აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრე? ოჩახ მენექშე. გამოსავალი დამოუკიდებლად მოვიფიქრე. წარმატებას გისურვებ. მადლობა. რას ნიშნავს მივდივარ, ელიფ? სად მიდიხარ? მივდივარ ძმაო. დავიღალე ცხოვრებაში ცვლილებები მინდა. ელიფ, დაიგო მომისმენე, ნუ მატყუებ. ტყუილი რომ არ გეხერხება ხომ ვიცი. შენ შეგიძლია ყველა მოატყუა, მაგრამ მე მაინც ვერ გამაცურებ. იდი მომიყევი. რეალური პრობლემა რაშია? ძმაო, არანაირი ნამდვილი პრობლემა არ არსებობს. მე და ეკო სრულიად განსხვავებულები ვართ. საჩემო ადამიანი არაა. ამას ძალიან გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი. ანუ იმის თქმა გინდა რომ შენ ეკრემი აღარ გიყვარს? ანუ ეს სწორად გავიგე, ელიფ? ყველანი ბრმები ვიყავით და ვერ ხვდებოდით რომ ეკრემი საერთოდ არ გიყვარდა? ელიფ, საყვარელო ელოდები რომ დაგიჯერებ? დამიჯერე ძამიკო. ხო, დამიჯერე. სხვა მიზეზი არ მაქვს. ახლა საქმეები მაქვს. უნდა დაგემშვიდობო. მაგრამ დედას არაფერი უთხრა, კარგი? როცა დრო მოვა, მე ვეტყვი. ერთი წამით ეს რას ნიშნავს? კოცნი, შეხვედრამდე. ელიფ. ელიფ. მეხსიერება დავკარგე ბატონო. საერთოდ არაფერი მახსოვს. თქვენი ნომერი კაფეში მომცა დაბალმა მსუქანმა ქალმა. დიახ, მისი სიტყვებით ჩვენ დანიშნულები ვიყავით, მაგრამ მე საერთოდ არაფერი მახსოვს. ამიტომაც ჩვენი ნიშნობა უქმდება. ჩვენ შორდებით. გესმით? უნდა დავშორდეთ. კარგ დღეს გისურვებთ ბატონო. კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო. რა მოხდა? გამეთიშა? რა იული იყო? ამაზე დღე და ღამ ვფიქრობდი. რა ბედნიერებაა, ყველაფერი დასრულდა.
ხო, ახლა მხოლოდ ბატონი ნაზიმისგან პატიების თხოვნა გადარჩა, ხო? ამას შეძლება რა. შემომხედე? ეს რა გამომეტყველებაა? Görüşte bilemedim, sonrasında güzelleştin. Seninle güzeldi hayaller. Yeni başlangıçlara. Nasıl severdim ki seni ben. Bakma küs değilim ben. Belki yolumuz bir gün kesişir yeniden. Sonuçta içim değişti. Bak ne de çabuk eksildi. Ah o yaşanan güzel şeyler. Anlat yeniden. Nasıl severdim ki seni ben. Bakma küs değilim ben. Belki yolumuz bir gün kesişir yeniden. ამ მომენტზე საერთოდ არ საუბრობ. ერთმანეთს პირველად სად ვაკოცეთ? Görmek გინდა გაჩვენო. ხო, მინდა. წამოდი. საღებავი მინდა. ხო, საღებავები მჭირდება და კიდევ ფარგალიც მინდა. წრე უნდა დავხატო. შვილი შვილს სჭირდება და კიდევ კონვერტები 50 ცალი. Zarf? კონვერტი? ხო, სავარაუდოდ მოსაწვევებისთვის. დიახ, რა თქმა უნდა. იგი ახლავე მოგიდან. Hatta ჩემი საქორწინო საჩუქარი იქნება. არა, ეს გაუქმდა. ყველაფერი მოვაგვარეთ. გული არავისკენია. öyle mi? ხო, İyi öyleyse. მაშინ კარგი. Hayırlı olsun. Sağ olun. ო, მადლობა. ყველაფერი დასრულდა. Ha, ben bu მე ეს წიგნი წავიკითხე. okudum. დავასრულე. კიდევ გააქვს რამე? Sefiller. საბრალონი. Bu ne? ეს რა არის? Fakir fakir. რამე მდიდრებზე არ გაქვს? Ürünleri, varsılları falan. Yok efendim. ბარაკალ ბატონო, შემდეგ კითხვებს დაგისვამ. Sonra soracağım ha. ყურადღებით საიკითხე იცოდე. Bayağı da ağırmış. ისეთი მძიმეა. ამით ჩხუბშიც კი შეგიძლია გაიმარჯო. ადამიანს გონება დააკაგინო. ძალიან მძიმეა. შეგიძლია ლურსმანიც კი ჩაარჯო. მაგრამ თუ არ გამოვიდა რამის საყრდენად გამოიყენო. ან კარს დაუდო რომ არ მიეხუროს. კარგი. კარგ დღეს გისურვებ. Mesela mutfakta rafa boyun yetişmedi orada. Ya da ne bileyim şey kapı Kargat. arasına falan. Öyle çarpmasın Kur'an nerede diye öyle işte. Evet. Oldu iyi günler. ოზან, აკაურობა ძალიან ლამაზია. Değil mi? ხო რა. ამას უყურე. Gelin çiçeği აქ საქორწინო თაიგული სასარჩევად მოვედით. köşedeki papatyaları çok შემდეგ შენ გვირილები მოგეწონა. beklerken tabii. სანამ მელოდებოდი, წავედი და გიყიდე. Çok mutlu oldum. ძალიან ბედნიერი იყავი. Sen zaten böyle ასეთი წვრილმანები ყოველთვის გიხარია.
Sonra შემდეგ კი öyle güzel. ისე ლამაზად გამიღიმე. Dayanamadım. ვეღარ გაუძლე. Topladım. მთელი გამბედაობა მოვიკრება და Uzandım. დავიხარე. Öptüm seni. და გაგოცე. ბატონო ოზან, კეთილი იყოს. გამარჯობა. ისე გვერელები. გვერელები. მენექშე, Bak sizin aklınıza ნახეთ თქვენზე წიგნი დაწერეს. საბრალონი. წაკითხვა მომიწევს. იქნებ ჯერ წიგნის დასახელებით დაგეწყო. საბრალონი ღარიბები რა მნიშვნელობა აქვს? თუ საბრალოა, ესე იგი ღარიბია, თუ ღარიბია, ესე იგი საბრალო. რა არის ნაზემისთვის გამოცდა გაქვს შესაძლებელი? არ არსებობს გამოცდა, რომელსაც ზუმროთ ყორფალი ვერ ჩააბარებს. ზუმროთ მართლა ვერ ვიგებ, რა გიხარია? კარგი ეკო არ გიყვარს. ეს გასაგებია. ხო, საკუთარი ქალიშვილის შესაფერისა დართული, გამორიცხულია, მათ დაშორებას არ განიცდი, მაგრამ ეს სიხარული. აჭარბებ მენექშე. ძალიან მოსაწყენი ხარ. მე რა მოხდა, შერიგდებიან? არაფერიც არ მოხდება. ახლა კი დაჯექი და ეს წიგნი წაიკითხე. ახლა ამ წიგს გესვრი. შერიგებას არაპირებენ. არაპირებენ. მესმის მათ დაშორებას არ განიცდი, მაგრამ გული მაინც არ გწყდება შენი შვილი რომ მიემგზავრება. ვინ მიემგზავრება? ელიფი? ელიფი მიდის? არ იცოდი? რა არ ვიცოდი? არაფერი ვიცი მენექშე. უბნის ჭორიკანა ნერიმანმაც კი არაფერი მითხრა. რა ხდება? ელიფი სასწავლებლად მიდის იზმირში. სამუდამოდ. ელიფი? მიდის? არ იცოდი? Musacığım, ძვირფასო მოსა. an itibariyle ინული ჩემსა და შენს რძალს შორის გავლა. ანუ გამყინვარების პერიოდი morჩა. yani buzul çağı bitti, ateş çağı başladı. სერიოზულად? Ya ო, ჩვენ ერთად ვართ. თითქოს ადრე არც არაფერი ყოფილა. aradayız abi. Sen haklıymışsın. მართალი იყავი ზეინო. იძახდი რომ გულს გაახსენდებოდა. Ben Ozan'a... ოზანი თავიდან მიყვარდება. როგორც იქნა, ისევ ერთად ხართ. Kavuşuyorsunuz. Oh, vallahi oh. Aa, ეს რას ნიშნავს? kız. Biz მე და ოზანი დაშორებულები ვიყავით? birlikte ერთად იყავით. ახლაც ერთად ხართ. Ya ben... არ ვიცი მღელვარებისგან რაღაც სისულელეს ვიძახი. Zeyno sana bir şey... ზეინო, ერთ რამეს გეტყვი. Ya ben çocuk... ოზანი ჩემთვის ბავშვობიდან ისეთი ძვირფასია. Ona o kadar... ისე ვენდობი. Yani bu çok... ეს ძალიან მომშვიდებს. Sanki... bu თითქოს son- ჩემი კედელია. Bana yalan... კარგად ვიცი რომ არ მომატყუებს. ki. Belki de bu duygu... შეიძლება მის და მიასამალი ამიტომაც გამიჩნდა გრძნობა. ხო, ნდობა შესანიშნავია. İyi şeyler Ki. bunlar. Evet. გული ისე მიძგარს. სიყვარულია. ძმაო, რადგან ყველაფერი მოგვარდა და ეს რას მეხსიერება არ დაუბრუნდა, იქნებ დედალებიც მოუყვე. Detayları anlatsan mı diyorum? Hayır hayır. არა, მოსა ახლა არა. Şimdi değil. ეს რასაც ესწრაფად ვერ დავკარგავ. ახლა არა. Ya tamam da ძმაო და თუ ვინმე sırada biri... გაყრის შესახებ მოუყვება, მე რა მოხდება? Anlatırsan olacak ki. ვინ მოუყვება? ვინ მოუყვება მოსა? Ya tamam ben onu... კარგი როცა დრომაა, მე თვითონ მოუყვები ყველაფერს. Anlatacağım. Şimdi sen İzmir'e იზმირში მიდიხარ და მე არ ვიცოდი.
ეს როგორ მოხდა ელიფ? Anneciğim haklısın. დედიკო მართალი ხარ? Ben sana söyledim შენთვის size. თქმა მინდოდა, მაგრამ არ მინდოდა გენერვიულა. ეს რა შუაშია? რატომ მიდიხარ შვილო? მომიყევი რა მოხდა? Ne oldu? ეკომ რამე ჩაიდინა? Bir hataya. შეცდომა დაუშვა? არა, ეკოს არაფერი დაუშავებია. კარგი, მაგრამ მაშინ იზმირში წასვლა რატომ გინდა? İzmirlere falan ne oldu? რა მოხდა? Anne sen zaten დედა შენ ეკო ისედაც არ გეყვარდა. ბედნიერი უნდა იყო. Ya benim აქ მე და ეკო სადმე სიყვარული რა შუაშია? იზმირში რატომ მიდიხარ? ის მაინტერესებს, მითხარი. Avukat. ადვოკატი, Allah Allah kim? ღმერთო ვინა არა უნდა. Efendim? გისმენთ? ქალბატონო ესრა, გაყრის შესახებ გირეკავთ. სასამართლოს სხდომის თარიღი ჩაინიშნა და მინდოდა თქვენთვის მეთქვა. სხდომა? Neyin dur? რისი სხდომა? თქვენი და ბატონი ოზანის გაყრის თაობაზე. Biz ჩვენ biz მე და ოზანი ერთმანეთს ვეყრებოდით? დიახ, ქალბატონო ესრა, მაგრამ თუ გადაიფიქრეთ, სასამართლოს უნდა შევატყობინოთ. თუ შეიძლება მერე ვისაუბროთ. ახლა დაკავებული ვარ. რა თქმა უნდა. საღამოშვიდობის ატლასმა დაიძინა ზემოთ ძინავს. Ozan ოზან, biz boşuna ჩვენ გაყრას ვაპირებდით? cevap ver. მიპასუხე. ხმა მოიღე. Yalan mıydı bütün? მომატყუე რომ ერთმანეთი ძალიან Çok გვიყვარდა. seviyorduk, çok aşıktık masalı. ოზან, გაყრას ვაპირებდით?